TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. მადლობთ. მე რომ გავიგე რომ ვისაუბრებდი ჩაის თემაზე, მე რაღაცნაირად ძალიან პირდაპირ მივიღე და გამახსენდა თემა, რომელზეც სწორედ 2 დღით ადრე მეგობართან ერთად ვიჯექის სამზარეულოში დავსაუბრობდი. მართალია ყავასთან, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და აი იმ საუბარს დავეყრდენი, ახლა ამაზე მინდა თქვენთანაც ვილაპარაკო. იმ ლაპარაკმა მე გამახსენა ერთი წიგნი, რომელიც აი ძალიან გამიკვირდება თქვენგან ვინმე რო იცოდეს, ეს მე ვიცი მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცნაირად პირადად არის ჩემთან ეს წიგნი დაკავშირებული. ეს არის ჯანო გიორგაძის ლექსების კრებული. ჯანო გიორგაძე არ იყო პოეტი იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიით არ იყო ლექსების წერასთან დაკავშირებული, საერთოდ ლიტერატურასთან არ იყო მის საქმიანობა დაკავშირებული, იყო გეოლოგი და იყო ჩემი მშობლების, ჩემი დედის და მამის თანაჯგუფელი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. და სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა შედარებით ახალგაზრდა და ადამიანებმა რომელსაც იგი უყვარდათ, ვისაც ის ენატრებოდა, მისი ლექსები, რომელსაც წერდა თავისთვის დროურებში, ბლოკნოტებში, გამოსცეს წიგნად. უბრალო პრეტენზიო წიგნია. შესაბამისი ესეთი მოყვარული ლექსები, რომელიც შეიძლება ძალიან ვიღაცას გულზე მოხდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ კრებულში მოხდა დედაჩემის ლექსი. როგორც ჯანო გიორგაძის ლექსი. ანუ სტუდენტობისას ამხანაგები ერთმანეთისგან იწერდნენ ლექსებს, რა თქმა უნდა, იქ არ აწერდნენ ავტორობას, იმიტომ რომ ამას არ ქონდა მნიშვნელობა, უბრალოდ თავიანთ განცდებს, თავიანთ განწყობებს უზერებდნენ ერთმანეთს და ეს გადაწერილი მოხდა მის ჩანაწერებში, რომელიც სარასაკვირველია, მე ამის შემდგენელმა ვერ გაარჩია ერთმანეთისგან და ესე შევიდა ერთი უბრალო ლექსის ესეთი რაღაცნაირი გამორჩეული თავგადასავალი ჰქონდა. და რამ გამახსენა ეს ლექსი? ცოტა ხნის წინ იგივე სოციალურ ქსელებში ამოტივტივდა და გავრცელდა სტატია მარო მაყაშვილის დღიურის შესახებ. სტატია იყო ემოციური, რუსუდან ცირეკიძე იყო ავტორი. სტატია იყო ძალიან ემოციური, საკმაოდ ინფორმატიული და საკმაოდ ისე გულზე მოსახვედრი. და რა თქმა უნდა მოიარა ეს სხვადასხვა ჩემი ფრენდების კედლები. და აქცენტი ამ წერილში გაკეთებული იყო მარო მაყაშვილის ლექსზე. არ ვიცი ალბათ რომელიმე თქვენგანს შეხვდა ეს სტატია. ლექსი იყო ასეთი. ყველა ვიცით ალბათ მარო მაყაშვილის ისტორია, ეს არის ძალიან რაღაცნაირად გამორჩეული თავისი სიხალასით, თავისი გულწრფელობით, თავისი ტრაგიზმით და რაღაცნაირად კონცენტრირებულია მაშინდელი საქართველოს ბედი. და დღიურში, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანი წერდა აბსოლუტურად თავისთვის, აი ამ შუა ბრძოლის დროს მან ჩაწერა ესეთი ლექსი, რომელსაც მე რაღაც უცნაური ბედი ჰქონდა. ლექსი არის ესეთი: ჩემი ძმები და ამხანაგები, ვინ შეიწირა ომმა წყეულმა, ასე მგონია რაღაც განგებით თეთრ წეროებად გარდაქცეულან. წეროთა გუნდი ყივის და ყივის, ისინი მართლა ჩემი ძმებია, სადღაც გამწყდარა მიჯრილი რიგი და ალბათ ჩემი შესავსებია. და არ ვიცი გეცნოთ თუ არა თქვენ, მაგრამ ამ სტატიის ავტორმა ძალიან დააკავშირა ეს ლექსი ცნობილ რუსულ სიმღერასთან, ჟურავლი, რომელიც არის ფაქტობრივად იქცა წითელი არმიის ჰიმნად, სიმბოლოდ, ფილმში იქნა ეს სიმღერა გამოყენებული, დაედგა ამ ლექსს სხვადასხვა ქალაქებში ძეგლები და უცნაური იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად სიტყვით გამოდიოდა თარგმანი აი ამ მარო მაყაშვილის ლექსის იმ სიმღერის ტექსტი. და თავისთავად ეს არის ფაქტი ესეთი, ხო? მე ამ ფაქტმა ჩემში რაღაც გრძნობები გამოიწვია, რაღაც ფიქრები გამიჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, ასევე ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა, თუმცა ეს ლექსი თურმე არ ყოფილა მარო მაყაშვილის დღიურში.
საერთოდ არ არის და არ ვიცი გაუგებარი ავტორმა საიდან მოიტანა ის რომ ეს არის ლექსი და მით უმეტეს ის სიმღერის ტექსტი არის მისი თარგმანი. ჩემთვის ეს გახდა რატო დავიწყე ხა ამაზე საერთოდ ფიქრი. ეს არის რაღაცნაირად ეს ინფორმაცია პრინციპში არის საკმაოდ მცირე ნაწილი ინფორმაციის რასაც ჩვენ ვიღებთ. ეს არის ნაკლებად დაკავშირებული თქვა დღევანდელობასთან, ნაკლებად დაკავშირებული ჩვენს პირადთან, ნაკლებად დაკავშირებული რაღაც დღევანდელ ემოციებთან და ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა რომ მეტნაკლებად ვიყოთ ამის მიმართ ობიექტურები. და აი მე მიდევს ორი ინფორმაცია, ერთმანეთის გამომრიცხავი. სრულად ინფორმაცია, მშრალი, შეფასებაზე არ მაქვს ჯერ ლაპარაკი, არის რომ არსებობს ეს ლექსი მარო მაყაშვილის დღიურში, თუ არ არსებობს ეს ლექსი მარო მაყაშვილის დღიურში. როგორ უნდა მოვიქცე მე რომ გავიგო სიმართლე. მომეწოდა მე როგორც მკითხველს, როგორც ინფორმაციის მიმღებს. ანუ როგორც ჟურნალისტური პროდუქტის მომხმარებელს. როგორ შემიძლია ერთი ინფორმაციაც მიდევს და მეორეც, რომელი ავირჩიო. ანუ ერთი გზა არის ის რომ მე წავიდე ხელნაწერთა ინსტიტუტში, მოვიძიო ორიგინალი ამ დღიურის, გადავშალო, წავიკითხო, ნახო ის ლექსი იქ არის თუ არა და ამის მერე უკვე ვიმსჯელო იმაზე დაყნობით ეს ლექსი არსებობს მარო მაყაშვილის დღიურში თუ არ არსებობს მარო მაყაშვილის დღიურში. ამ დროს ეს ინფორმაცია არის ჩემ ცხოვრებაში ისევ ვიმეორებ, ჩემი ცხოვრების მცირე ნაწილი, რასაც მე ვეღრდნობი, ხო? მე რომ ეს შევამოწმო და გავიგო სიმართლე, მე ამაში უნდა დავხარჯო რამდენიმე დღე, ალბათ დავიხმარო რამდენიმე ადამიანი და ერთ პატარა იმაზე მეცოდინება სიმართლე. მაგრამ ესეთი რამ ჩემთან მოდის დღის განმავლობაში, კვირის განმავლობაში ბევრი, რამდენიმეც არა. და ამის მიხედვით მე მიყალიბდება შეხედულება, მიყალიბდება სოფხედელობა და ამის მიხედვით მე მოქმედებ კიდევაც, ხო? და ამის მიხედვით მე ვაწყობ ჩემ ცხოვრებას, ვცვლი ჩემ ცხოვრებას და ალბათ სხვების ცხოვრებასაც. ეს ანუ ფაქტობრივად მე რა მინდა ვთქვა, მე შემიძლია მქონდეს რაღაც პოზიცია და მისი გამამყარებელი არგუმენტები, როგორიც არ უნდა ეს იყოს ეს პოზიცია, ვიპოვო, მოვიძიო ინფორმაციის დონეზე. მე თუ სიტყვაზე რაღაც მჭირდება შავი, შემიძლია მოვიპოვო უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ის არის შავი. აი ესეთი ვირტუალური და თუ რაღაც მჭირდება თეთრი, ან განწყობილი ვარ რომ ის იყოს თეთრი, ასევე მე შემიძლია მოვიპოვო უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ რომ ეს არის თეთრი. მე ისიც კი მახსენდება, მეგობრები მყავს მოლაშქრეები და წასვლა უნდათ სადღაც ერთ-ერთ ექსკურსიაზე და ნუ სჭირდებოდათ კარგი ამინდი და არ იყო პროგნოზში კარგი ამინდი. ხო და მიმოწერაში გამოჩნდა რომ ბავშვებო ვიპოვე საიტი რომელზედაც წერია რომ კარგი ამინდია დღეს როცა ჩვენ გვიდა. ანუ ეს ამინდის პროგნოზი იყო სხვა და იპოვეს საიტი რომელზედაც მართვის მართალი თქვა არ ვიცი სიამდვილეში როგორი ამინდი დავხდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას მოიპოვებ. კეთილი, ეს ერთი მხარე. ის რაც შეეხება ფაქტს. მაგრამ როდესაც ფაქტი ასე თუ ისე ფაქტზე შეთანხმებულები ვართ რომ ეს ფაქტი მოხდა, ან რაღაც ჩვენ თვალწინ, უკვე არის მეორე საფეხური ინფორმაციის. ეს არის ინფორმაციის ინტერპრეტაცია, შეფასება. ხო? ანუ იგივე ეს ჩემი აზრით არის რაღაცნაირი მარტივი მაგალითი და მარტივზე დაყრდნობით შეგვიძლია რაღაცნაირად მე რთულზე ვიმსჯელოთ, ხო? იგივე აი ეს ისა, ჩემი აზრით საკმაოდ ოსტატური სტატია იყო, სხვათა შორის თუ არის მკითხველი და ესე იგი ინფორმაციის მიმღები მეტნაკლებად გაწაფული, მას აქვს რაღაც ორიენტირები, რომლის მიხედვითაც, რომლის არსებობის ან არ არსებობის მიხედვით შეუძლია წინაშე იმსჯელოს, რამდენად ეს ინფორმაცია არის ნართალი ან ყალბი ან რამდენად შეუძლია მასე დაყრდნობა. აი ამ ჩემი თვალსაზრისით, ნუ ხო ჩემი გამოცდილების პარაგრაფში, ეს სტატია იყო ისეთი, რომელზედაც აი ეს ორიენტირები მეუბნებოდა, რომ ეს იყო გამართული სტატია ამ მხრივ. მაგრამ ეს ინფორმაცია კონკრეტულად, ეს ინფორმაცია მე მეწოდებოდა მაშინვე, ანუ განურჩევლად, განუყოფლად ამ კონკრეტულ სტატიაში თავის ინტერპრეტაციიანად.
რაც პრინციპში ხშირად არის ესე რომ ინფორმაციას ახლავს მაშინვე ინტერპრეტაცია, ან თუ არ ახლავს მოხვება სხვადასხვა მხრიდან ეს ინტერპრეტაციები, იგივე ვთქვათ Facebook მეგობრების თუ ვიღაცების მხრიდან. ამ ფაქტის, ამ მოვლენის ინტერპრეტაცია იყო ცალსახად უარყოფითი ის, რომ ანუ როგორ უნდა მომხდარიყო ამ ადამიანის მარო მაყაშვილის ლექსი რასულ გამზათოვმა იყო იმ ჟურავლის ტექსტის ავტორი მის ხელში. აი როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა მოხდარიყო. ალბათ ის ჩამოდიოდა აქ მეგობრობდა ქართველ მწერლებთან, ალბათ ვიღაცამ იცოდა ეს ამ ლექსის შესახებ და ან წააკითხეს, ან მოუყვნენ, ან სადღაც სუფრაზე მოისმინა, ამ გზით მივიდა რასულ გამზათოვამდე ამ ლექსის შინაარსი და მან ამაზე დაყრდნობით დაწერა რუსულენოვანი ლექსი. ეს თუ ჩავთვლით, რომ ის ლექსი მართლა არის მარო მაყაშვილის დროში, რაც მე დღეს ჯერ არ ვიცი, იმიტომ რომ არ შემოწმები არ წავსულარ. ინფორმაცია ორივე მხრიდან მქონდა, ისეთიც მქონდა და ესეთიც. და დაუშვათ ხდება ესეთი რამ, ქართველი პოეტები თუ საზოგადო მოღვაწეები რასულ გამზათოვს აძლევენ ამ ლექსს. ის თარგმნის რუსულად, ის იქცევა სიმღერად და მოედება მთელ საბჭოთა კავშირს და მთელ წითელ არმიას. ეს იყო ინტერპრეტირებული როგორც ძალიან ცინიკური დამოკიდებულება ფაქტობრივად უკანასკნელი წმინდის გამოგლეჯვა მსხვერპლისგან და ქცევა ჩაგვრელის კიდევ ერთ იარაღად. ჩემთვის მაგალითად მარტო ეს ფაქტი რომ გამეგო, მშრალი ფაქტი რომ გამეგო, რაღაცნაირად ჩავთვლიდი რომ თუ ასეთი რამ ადამიანმა საერთოდ გააკეთა და წავიდა იმაზე რომ ჩუმად მარო მაყაშვილის ლექსი აქცია, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის ლექსად, ჩემთვის ეს საკმაოდ იოლად აღსაქმებელია, როგორც რაღაც პროტესტი, როგორც რაღაცნაირი ამბოხი, ჩუმი თუ ისეთი უძალო თუ როგორი, მაგრამ რაღაცნაირი ამბოხი. შენი სიტყვა რომ შეაპარო იქ, სადაც არაფერი არ გეთქმის. და რაღაცნაირად აი როგორც ასვალს გავხრეთ ვთქვათ რაღაცა ნორჩიდან სიცოცხლე, აი რაღაცნაირად ეს სიცოცხლე რაც არსებობს და რაც სიცოცხლე არ დაიკარგება, აი იმ რაღაც მაშინ უსულგულობაში ჩართო თითქოს. ჩემთვის ეს ინტერპრეტაცია ძალიან მისაღებია და ძალიან ბუნებრივი ჩანს. მერე რა მოხდა, ეს სიმღერა მოედო მთელ იმას საბჭოთა კავშირს, ითარგმნა სხვადასხვა ხალხების ენებზე, მათ შორის ქართულად. ანუ ქართული ლექსი, რომელიც გარუსულდა, შემდეგ ისევ გაქართულდა. გადმოაქართულა შოთა ნიშნიანიძემ. რუსული ლექსი არის 4 ტაეპიანი, ქართული ლექსი არის 2 ტაეპიანი. რუსული ლექსის პირველი და ბოლო ტაეპი ემთხვევა ქართული ლექსის პირველ და ბოლო ტაეპს. ანუ იმას ვამბობ, რაც ეს მე ნახე ინტერნეტში როგორც ინფორმაციის მიმღებმა. ანუ შოთა ნიშნიანიძემ ეს ლექსი რომ თარგმნა, სიტყვით არის მარო მაყაშვილის ლექსი გადმოწერილი. ამასაც მოსდევს თავისი ინტერპრეტაცია, რომ ეს არის პლაგიატი, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის ცინიზმი. შეიძლება ალბათ ასეც იყოს, მაგრამ ამის მეორენაირად ინტერპრეტირება შეიძლება. შოთა ნიშნიანიძეს რა ეხა თარგმნა ამ ლექსის თავისი სიტყვებით შეეძლო. ის რომ ჩემსაც მოგახსენებთ როგორც მკითხველისას, ხო? ის რომ მან ეს სიტყვით გადმოიტანა და თუ გადმოიტანა მარო მაყაშვილის ლექსი, ეს შეიძლება ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ის არ უკარგავს ავტორობას ნამდვილ ავტორს. რომ ლექსი პოულობს ისევ თავის ავტორს. და არ ითვისებს, სწორედ თარგმნელი არ ითვისებს იმას, რაც არ არის მისი, თითქოს, ხო? ის რომ და ესეთი ისიც იყო რომ შეიძლება სწორედ იმიტომ გაპიარდა ეს ლექსი ასე ძალიან მთელ საბჭოთა სივრცეზე, რომ იყო სწორედ საქართველოს დამარცხების და დაჩოქების სიმბოლო. მე კიდე მგონია რომ იქნებ სწორედ რომ ძალიან ხმოვანათქვამია, მაგრამ აი ამ სისტემის დანგრევის რაღაც პატარა წვლილი შეიძლება იმანაც კი შეიტანა, რომ სწორედ მის სივრცეში გაშვებული იყო ეს მარო მაყაშვილის თეთრი წერო. აი იმ რაღაც წითელ სივრცეში და წითელ კონსტრუქციაში. მე ესე მგონია. ანუ საბოლოოდ მე ისე თქვა მინდა, რომ როდესაც ჩვენთან მოდის ინფორმაცია, ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ
იმის საწინააღმდეგო ინფორმაციაც კი. და მით უმეტეს, როდესაც ჩვენთან მოდის ინფორმაცია ერთი, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მისი უამრავი ინტერპრეტაცია, რომელიც იმის მიხედვით როგორია, შეიძლება სრულიად ცვლიდეს ინფორმაციის შინაარს, ნიშნულობას და იმას თუ რა ადგილს დაიჭერს ის ჩემს ახმაში და ჩემს ქცევაში, როგორც საყრდენი. მადლობა.